მოგესალმებით ძვირფასო წამყვანებო, მივესალმები შუადღის მაყურებელს და დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციულად ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში, სადაც დღეს ჩემს სტუმართან ერთად ვიფუსფუსებ და მოვამზადებ ძალიან გემრიელ და ამავდროულად მარტივ კერძებს, როგორც ხედავთ, აქ საღდგომო სამზადისი უკვე დაწყებულია. ახლა გადავინასხოთ სამზარეულოში და იქიდან გავაგრძელოთ. მოგესალმებით უკვე თქვენი სამზარეულოდან. ჩემთან ერთად დღეს არის არაჩვეულებრივი ქალბატონი ასმად ყაბლაძე, მსახიობი და ყველასათვის საყვარელი ძლიერი ქალბატონი, ასე დასახელებდით მე და ყველასთვის ასე არის ნამდვილად. თქვენ ხართ ის გამორჩეული ადამიანი, რომელიც იმ დროსაც კი, აი იმ პერიოდში ახალგაზრდობაში იყავით ძალიან ესეთი ძლიერი და ყოჩაღი. ამაზეც ვისაუბრებთ. იმაზეც თუ რას ვამზადებთ დღეს და მოკლედ გაატარეთ ეს დრო ჩვენთან ერთად ჩვენ სამზარეულოში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონო. მადლობა, ჩემი სიძლიერე მოდის ჩემი ჯიშიდან. დედის მხარე ხევსურული მაქვს და რაც იზა ხევსურების პანაირი ძლიერები არიან. თქვენ დღეს გვიმზადებთ დესერტს. თუმცა მე მინდა რომ ასევე შეგეკითხოთ ამ დესერტის შესახებ, საიდან მოდის ეს რეცეპტი, რაღაცა ესე მგონია რომ რაღაცა ისტორია იქნება ამის მიღმა. მე მაქვს კაფე, იცით ალბათ? დიახ. ხელმძღვანელობ კაფეს, დიახ. რომელიც თავიდან იყო უნგრულ-ქართული სამზარეულო. მოკლედ იქ ჰქონდა უნგრული კერძები. ერთ-ერთი საუკეთესო კერძი გახდათ ეს ცეცხლოვანი კრეპი. და რას ვიყენებთ ამ შემთხვევაში მის მოსამზადებლად, თან რომ მოვუყვეთ მაყურებელს და მე ეტაპები ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა გამოვაცხოთ, ჩვენ უკვე გამოვაცხეთ, რა თქმა უნდა. ბლინები. არის შიგთავსი. შიგთავსი არის ნიგოზი. არის თაფლი. ქიშმიში. კი ბატონო. შოკოლადი, შავი შოკოლადი, ანუ გემრიელი შოკოლადი, სუფთა შოკოლადი. ხარისხიანი შოკოლადი. და ცოტა ვანილი როგორ იცით, აი ძალიან რო არ ეთყობოდეს და გაკრავდეს. მე ვიყენებთ აგრეთვე 80 გრადუსიან სასმელს, რომელიც სასქვია შტრო და გემრიელია. კი ბატონო. იმით რომ ვაგემოვნებ, ძალიან კარგი გემომოყვება ზევიდან. იმას ვასხავთ შოკოლადზევიდან და ძალიან კარგ გემოსაძლებს და არაჩვეულებრივი გემრიელია და მე ვანთებთ აბა და ანთებული მიგვაქვს. ანუ ფლამბირებაც ხდება ადგილზე. ძალიან კარგია და თან ახლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ, შავი შოკოლადიო, ნიგოზიო, ქიშმიში, ეს ყველაფერი ისეთ სასარგებლოა, რომ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ გემრიელი გამოვა. თან აქვე მინდა რომ შეგეკითხოთ, ხო მე არ მithქვამს მაყურებლისთვის და მე კი მოვამზადე პარალელურად აზიურ, ესე ვთქვათ, ატრიას, გამოვიყენებ ბრინჯის ნუდლსებს, რომელსაც ხარშვა არ სჭირდება, უბრალოდ აქ გვაქვს დუღარი წყალი, რომელშიც მოვათავსებთ 3-4 წუთის განმავლობაში და შემდეგ პარალელურად უკვე აქ დავიწყებთ ხორცის, ქათმის ხორცისა და ბოსტნეულის ძალიან სწრაფად და ესე უბრალოდ მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებას და ეს ყველაფერი ერთიანობაში შეიკრება. დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება ხოლმე ასეთი კერძის მომზადებას, რაც ჩემს სახლში საკმაოდ ხშირად მზადდება დროიდან გამომდინარე. დაგჭირდება ქათმის ფილე, დაგჭირდება ხახვი, ესე ალყა დაჭრილი, დაგჭირდება ბულგარული წითელი მწვანე, ყვითელი უხდება ძალიან. ასევე დაგჭირდება სეზამის მარცვლები, დაგჭირდება სოიოსა და ტერიაკის соуსი, დაგჭირდება ასევე მწვანე ხახვი და მე ცოტა ფერისთვის ასევე სიმინცაც, ქილის სიმინცაც ვიყენებ ხოლმე. ახლა ცოტა რაღაცები შეცვლილი გვაქვს, ამ შემთხვევაში არ მივყვებით ზედმიწევნით აზიურ სამზარეულოს. ქალბატონო ასმად, თქვენ რა არის თქვენს ესეთ საოჯახო? მე ვიცი რომ თქვენ არაჩვეულებრივ ხინკალს ამზადებთ. რა არის ისეთი? უახლოეს მეგობარს, ჩემს სოფიკო ჭეულოს. დიახ. ძალიან უყვარდა. თქვენი ხინკალი მით უმეტეს. და განსაკუთრებით პირველივე გაცნობაზე დუშეთი რო გაიგო და ჩემი წარმომავლობა იქიდან ხინკალი მე თქი ვიცი ბავშვობიდან მივიდოდი და პაპაჩემი და ბებიაჩემი რო ახოვდნენ მე იქვე ამზადებდი ხო? იმედი რაღაცა ვიცი რომ უკვე იქაც აქაც რადგანაც მაქვს ეს ისა კაფე ძალიან ბევრი გულაშს ვაკეთებთ უნგრულს ძალიან გემრიელს ვიცი იმის გაკეთება საერთოდ მიყვარს იცით ინტერესი ახლა თქვენ გიყურებთ და უკვე მაინტერესებს რა და როგორ. საღდგომოთ როგორ ემზადებით ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გუდვილში ვიმყოფებით, სადაც საღდგომო სამზადისი უკვე დაწყებულია და 22 წელია გუდვილი გვთავაზობს
პასკების მრავალფეროვან ასორტიმენტს, როგორც იტალიურ პანეტონეებს, ასევე აქვთ კლასიკური პასკები, რომელიც არის ჩემი მრჩეული. ამ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს ესეთი სახლური პასკის არომატი, არის ქიშმიშის გარეშე, შოკოლადით, ცუკატებით თუ ცუკატების გარეშე, მოკლედ საკმაოდ მრავალფეროვანია ასორტიმენტი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მზადდება უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით. საინტერესოა თქვენი საღდგომო სამზადისი როგორია? თქვენ ესეთი დიასახლისი ხართ, დარწმუნებული ვარ, რომ პასკებსაც არ მაცხობ. დანარჩენი რაც კი აუცილებელია, როგორც ახალ წელს, ასევე აღდგომას, ასევე შობას, ეს ყველაფერი ყოველთვის არის რიტუალი სახლში, აუცილებელი და მაგაშორის მინდა გუდვილზე მოგახსენოთ, რომ როდესაც გაიხსნა გუდვილი პირველი დილომში, ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი მე გახლავართ და ძალიან დიდი სიამოვნებით მივდიოდი ხოლმე იქ და მაშინ სხვათა შორის მოძრაობა ესეთი რთული არ იყო. ადგილად მივდიოდი. ეხლა აგერ მეზობლად არის ვაკეში და ძალიან თან თქვენ ისეთი გახლავართ. თან თქვენ ისეთი უცხო რაღაცების მომზადება გიყვართ მსგავს პროდუქტებს, რა თქმა უნდა, მრავლად იპოვით გუდვილში. მე რო გიყურო, მინდა მოგეხმარო. კი, ფაქტიურად ჩვენ ერთად ვამზადებთ, ასე შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ ახლა დროებით ძალიან 1-3-4 წუთი გჭირდება, რომ მაღალ ტემპერატურაზე ეს ყველაფერი მოვწალოთ და ცოტა ხნით დავემშვიდობოთ სტუდიაში და შემდეგ ჩართვაში უკვე დაგიბრუნდებით ჩვენი მზაკერძებით დროებით. დაგიბრუნდით უკვე მზაკერძებით ჩვენი აზიური ატრია მზად არის, რომელიც პირველ რიგში მაღალ ტემპერატურაზე უწებ ხახვი მოვწალე, შემდეგ აქვე დავამატე დაჭრილი ქათმის ფილე, რომელიც ასევე მაღალ ტემპერატურაზე მოვწალე, გამოვიყენე ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა, ფარკიონე ზეითუნის ზეთი, რომელიც წარმოდგენილია გუდვილში, არის ორი სახეობის ცივი და ცხელი დაწურვის და იდეალურია ორივე ცივი თუ ცხელი კერძებისთვის. შემდეგ დავამატე უკვე მალევე ორნაირი ბულგარული, ესეც ესე ერთიანად ძალიან სწრაფად მოვწალე და პარალელურად ბრინჯის ნუდლსი მოვათავსე ადუღებულ წყალში, დავაყოვნე 3-4 წუთის განმავლობაში და გადმოვიტანე ჩვენს ტაფაზე, დავამატე სოიოს соуსში თვითონ ქათამი შეიწვა და შემდეგ დავამატე ტერიაკის соуსი, ცოტა მარილი, წიწაკა, უკვე გემოვნების მიხედვით და აქვე ვამატებთ სეზამის მარცვალს, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან უხდება და რა თქმა უნდა, ცოტა მწვანე ხახვით დაჭრილი. ასევე ქალბატონმა ასმათმა მოგვიმზადა საოცრად არომატული დესერტი, რომელსაც ისეთი არომატი აქვს, რომ მე უბრალოდ ვერ ვჩერდები და თუ შეიძლება ქალბატონმა ასმათ, რომ მოგვიყევით ეტაპები, რა გამოიარა აქამდე თქვენმა საოცარმა დესერტმა. ესე იგი, ჩვენ გვაქვს, ესე ვთქვათ, კრეპი, რომელსაც გულსარჩი თქვენ წაუსვით ნაზავი, რომელიც არის ნიგოზი, ქიშმიში, თხილი, შოკოლადი, კიდევ რა იყო, თაფლი იყო. შოკოლადი, ნიგოზი და ქიშმიში. კი ბატონო, ცოტა ძლიერი სპირტიანი სასმელით, ძალიან ისე ოდნავ, პიკანტურობისთვის ალბათ და შემდეგ ეს ყველაფერი დამდგარი შოკოლადით იფარება. ქალბატონმა ასმათმა ბრძანა, რომ ეს ისე გაშლილ თებშზე უნდა იყოს რამდენიმე ფენა და ზემოდან ესხმება, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ცოტა ადაპტაცია მოგვიწია, მაგრამ საოცრად გამოიყურება. ეხლა დავამთავროთ ამისი ცეცხლოვანობა. აბა, რაში მდგომარეობს ცეცხლოვანება, რომ ვანახოთ მაყურებელს. სახშიც ამზადებთ ხოლმე ამას? თუ სურვილია ოჯახის წევრების არა, ჩემთვის არა. კი ბატონო. ჩვენ შეგახსენებთ, რომ იმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში, სადაც არის მრავალი ასორტიმენტი, სხვადასხვა უცხოური ბრენდების, იტალიური ნაწარმი არის საკმაოდ ბევრი, გერმანული და ასევე, რა თქმა უნდა, უკვე არის საღდგომო სამზადისი და არის იტალიური პანეტონეები და ასევე გუდვილის ნაწარმი პასკები, რომელიც უკვე აგერ 22 წელზე მეტია გვანებივრებს ჩვენს მომხმარებელს. კარგი არის ის, რომ არის მრავალფეროვანი არჩევანი იმათვის, ვისაც უყვარს ქიშმიშით თუ ქიშმიშოთ თუ მოკლედ სხვადასხვა. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონო ასმათ, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი და საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა დღეს. მე ის გადამრჩენია, რომ ცოტა მწვანე ხახვი მოვაყარო ჩვენს ატრიას, სანამ დაგემოვნებაზე გადავალთ და
ფანტა ბროწეული, ისადილე დაუვიწყარი გემოთი, რადგანაც ფიქრობ, რომ ცოტა რამ უხდება ისე აზიურ სამზარეულოს, როგორც ფანტა გამორჩეულად. აი, ასე. ძალიან გემრიელ გემოს აძლევს იშროუ. ხო, მე ვფიქრობ, რომ აზიურ სამზარეულოს ძალიან უხდება ესეთი შუშხუნა ფანტათან არის ახალი გემოთი. ესეც ჩვენი ატრია. ალბათ ნუასმათ გვპირდებით, რომ მობრძანდებით და გვასწავლით ასევე თქვენს საფირმო ხიკალსაც. კი, აუცილებლად. ფოტოშორის გულიაში წახსენეთ. გულიაში გასწავლით. დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ თქვენს მიერ მომზადებულ და გასწავლით კიდევ ნეკნების, ღორის ნეკნების შეწვას. უი, რა კარგია. სპანაირი სპეცებით, უნგრული სპეცებით. უი, რა კარგია. ძალიან გემრიელია ეს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა მაყურებელს რომ იყავით ჩვენთან ერთად და იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩვენი პატარ-პატარა რჩევები სამზარეულოდან. აბა დროებით.